დღეს ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა მას შემდეგ, რაც ლიბანიდან გაშვებულმა ჰეზბოლას დრონმა საზღვართან ახლოს დაარტყა. ეს მხოლოდ ბოლო შემთხვევაა მზარდი თავდასხმების სერიიდან, რომელშიც მონაწილეობენ ეგრეთ წოდებული ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონები, რომლებიც გაცილებით რთულია შესაჩერებლად, რადგან მათ ვერ აჩერებენ ტრადიციული ელექტრონული ჩახშობის სისტემები. ისრაელის ოფიციალური პირები ახლა ამბობენ, რომ მთავრობა დაახლოებით $700 მილიონ გამოყოფს ამ საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. მას შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით ამ დრონებმა ბოლო კვირებში 3 ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა უკვე დაიწყეს ადგილზე მყოფი ჯარისკაცების დამცავი მავთულბადით აღჭურვა. თუმცა ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს სრული გადაწყვეტა, რაც აჩენს შეშფოთებას, რომ ჰეზბოლა დრონების ომში სულ უფრო საშიშ ტაქტიკურ უპირატესობას იძენს. ეხლა მინდა ჩვენ სტუდიის სტუმრებს მიუბრუნდე, ჩვენთან ერთად კვლავ იმყოფება ჩვენი უსაფრთხოების ანალიტიკოსი იაკობ ლაპინი და საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი დენ პემპერი. იაკობ, პირველ რიგში მინდა კონკრეტულად ამ ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონების შესახებ გკითხო და რა ხდის მათ შეჩერებას ასე რთულს იმ დრონებთან შედარებით, რომლებიც წარსულში ლიბანიდან ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდა. როგორც თქვით, შესავალში მათი დაბლოკვა შეუძლებელია. ეს ბევრად ართულებს მათ შეჩერებას. რადგან როცა ვსაუბრობთ კვადროკოპტერებზე, რომლებსაც აქვთ ეს პატარა ელექტროძრავები, მათი აღმოჩენა ყოველთვის რთულია. იქნება ისინი ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელზე მიერთებული თუ არა. მაგრამ წარსულში მათი დაბლოკვა შეიძლებოდა. ეხლა როცა ისინი კაბელზეა მიერთებული, ასეთი ტიპის დაბლოკვა აღარ მოქმედებს მათზე. ასევე მათი ოპერატორების, ანუ იმ ადამიანების ადგილმდებარეობის დადგენაც პრაქტიკულად შეუძლებელია თუ უწოდებთ ამას სიგნალის კვალის დადგენას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ გამოსავლის ძიება უნდა დაჩქარდეს. ეხლა უკვე არსებობს გამოსავლები. ისრაელის თავდაცვის კომპანიებმა და სტარტაპებმა უკვე შეიმუშავეს გარკვეული გადაწყვეტილებები. და ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებებს ბრძოლის ველზე სულ რამდენიმე კვირაში, მაქსიმუმ რამდენიმე თვეში ვიხილავთ. ისინი მოიცავს დამჭერ დრონებს, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალები გამოიყენებენ, რომლებიც შეძლებენ ამ დრონებზე შეტევას ან მათ ჩამოგდებას. ისინი მოიცავს კომპიუტერიზებულ სამიზნე მოწყობილობებს, რომლებიც შეიძლება დაკენდეს რაზმში. შეგიძლიათ ყავდეთ 1 ან 2 ჯარისკაცი კომპიუტერიზებული სამიზნე მოწყობილობით და შეუძლებელია მიზანი ააცილოთ, როცა ის ჩანს. ასევე შეგიძლიათ გქონდეთ ლაზერები ან ტყვიან ფხვევები, რომლებიც მიერთებულია სენსორებზე. ეხლა სენსორების ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დრონები რადარზე არ ჩანს. ფაქტობრივად ისინი ძალიან პატარაა. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ოპტიკური სენსორები ან აკუსტიკური სენსორები. ისინიც არსებობს, მაგრამ თავარი ამ პროცესის დაჩქარებაა, რომ სწრაფად გამოვიდეს ბრძოლის ველზე და გახდეს ოპერაციული. ეს არის დროის წინააღმდეგ რბოლა. მინდა შენ მოგმართო დენ და ვისაუბრო იმაზე, ვნახავთ თუ არა, რომ ისრაელი შესაძლოა უკრაინას მიმართავს დახმარებისთვის ამ პრობლემებთან ბრძოლაში. იცით, ეს აქამდე არ მომხდარა რუსეთისთან ურთიერთობების გამო, მაგრამ ეხლა შეიძლება ეს შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება შეიცვალოს, რადგან როგორც იაკობი ამბობს, არსებობს მრავალი საწინააღმდეგო ზომა, რომლის მიღებაც შეიძლება, მაგრამ ზოგიერთი ასპექტისგან დაცვა ძალიან რთულია. ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ეს დრონები უფრო და უფრო დახვეწილი გახდება, უფრო და უფრო რთული იქნება მათი აღმოჩენა, უფრო და უფრო რთული იქნება მათი წინააღმდეგ დაცვა და თან უფრო იაფი. ეს არის ამ ძირითადი ასიმეტრიული ომის ნაწილი, სადაც ჯიჰადისტური ჯგუფები, არასახელმწიფო აქტორები, ან თუნდაც სახელმწიფოები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, ძალიან მცირე ინვესტიციით, უზარმაზარ შეტევით შესაძლებლობას ქმნიან. გულისხმობ იმას, რომ ისრაელის ახალი უსაფრთხოების დოქტრინა ძირითადად საუბრობს მტრისთვის საშუალებების აღკვეთას. მაგრამ, როდესაც ამ საშუალებების მოპოვება ძალიან იაფია, ეს სერიოზული პრობლემაა. ეხლა ისრაელის უპირატესობა, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ზესახელმწიფოა და მთელ პლანეტაზე ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია. ესე რომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ისრაელი სტარტაპების, მთავრობის ინვესტიციებისა და მისი საკმაოდ დიდი თავდაცვითი ტექნოლოგიური კომპანიების მეშვეობით, რომლების აწლეულებია არსებობს, პასუხებს იპოვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც ძალიან რთული პერსპექტივაა, რომ განვიხილოთ. აი ეს სხვადასხვა რადიუსის რაკეტების გარდა და ასევე ხმელეთზე შეჭრის გარდა, რომელიც ჰამასმა სამწუხაროდ ასე წარმატებით განახორციელა 7 ოქტომბერს. ეხლა უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომ დრონები მინატიურები გახდნენ. ისინი შეიძლება ოდესღაც ბუზებივით იყვნენ. იყო ესეთი ეპიზოდი სერიალ შავი სარკეში და ვფიქრობ დაახლოებით 5 წელი გვაშორებს ამას. უკრაინა საჭიროებიდან გამომდინარე ამ მიმართულებით წინა ხაზზეა და უკრაინას რა თქმა უნდა ყავს
სოფლიოში 3-დან ერთ-ერთი მთავარი ებრაელი მთავრობის მეთაური და ვფიქრობ მას სურს რომ ისრაელის მეგობარი იყოს. მაგრამ ისრაელი მათგან დისტანციას ინარჩუნებს, რადგან შესაძლოა არაგონიურულად ერიდება რუსეთის ზედმეტად გაღიზიანებას. და რა მიიღო ამით ისრაელმა? რუსეთი ირანის მოკავშირეა. ესე რომ მე ვხედავ განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ ზელენსკიმ ახლახან ახლო აღმოსავლეთის ტური მოაწყო და თითქმის ყველა მნიშვნელოვან ქვეყანას ესტუმრა გარდა ისრაელისა რომ ამ საკითხის მოგვარება $700 მილიონ ინვესტიციასთან ერთად დღის წესრიგში იქნება. კარგი, მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ.